გასული კვირის ბოლოს დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულმა ერთმა ინფორმაციამ სტატიამ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი სხვა მასშტაბში აიყვანა. Trump Organization-მა ახალი პროექტის Trump Tower თბილისის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის გენსლერის მიერ დაპროექტებული Trump Tower თბილისი დაახლოებით 70 სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში ქართული კომპანიები Archie ჯგუფი, Biograph Living, Blocks გრუპი იქნებიან ჩართულები. პროექტზე საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს საქართველოში დაამკვიდრებს. ის ასევე მოხარულია, რომ პროექტზე თანამშრომლობა პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან მოუწევს. რაც შეცვლის ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკისთვის, საქართველოს დეველოპერული ბაზრისთვის, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში. ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარია არქის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. როდესაც ეს ინფორმაცია პირველად გავრცელდა Wall Street Journal-ის მიერ, ბიზნეს საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ავტორიტეტული გამოცემის მიერ და ამას მოყვა უკვე მერე ოფიციალური განცხადებაც. ალბათ ნელად თუ დასაჯერებელი იყო, თუნდაც ერთი თვის წინ, რომ მსგავსი პროექტის შესახებ საქართველოში აი ასე საჯაროდ ჯერ დაუშვათ ამერიკული მხარე გაავრცელებდა ინფორმაციას. მე ძალიან კარგად მესმის, რომ კომერციული საიდუმლოება იქნება ძალიან ბევრი დეტალი, სანამ საბოლოო დაუშვათ დაიწყებთ პროექტის უკვე განხორციელებას, მშენებლობას მათ შორის თუნდაც. თუმცა თვითონ ეს პროექტი, მისი მნიშვნელობა, რისი მომტანია საქართველოს ეკონომიკისთვის? რატომ არის მნიშვნელოვანი მისი განხორციელება თბილისში, პროექტში, რომელშიც ჩართული ხართ 3 უმსხვილესი ქართული კომპანია და პარალელურად მთლიანად მათ შორის არქიტექტურულად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის მიერ არის დაპროექტებული. რას აძლევს, რას მისცემს უფრო ზუსტად ეს პროექტი საქართველოს? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დაგეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი სექტორისთვის, უძრავი ქონებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეზღუდული ვართ გარკვეული ინფორმაციების გამხელით, თუმცა რაც რის ფარგლებშიც შესაძლებლობა მექნება, ბუნებრივია ყველა კითხვაზე კი პასუხობთ. პირველი შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდით. შეიძლება ითქვას ერთი 6 თვე ამაზე ინტენსიურად მუშაობთ და ბევრი ასე ვთქვათ შეხვედრებიც ჰქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ძალიან მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დავასრულეთ ეს პროექტი. რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა ახსენა გარკვეულ ერთ ტელევიზიაში მიწვეული იყო ექსპერტად, რომ მემორანდუმის კი არ არის გაფორმებულიო. მემორანდუმი რო არ იყოს გაფორმებული და კონტრაქტი რო არ იყოს გაფორმებული, ბუნებრივია, არც ჩვენ, არც Wall Street Journal და არც Trump ორგანიზაცია ამ ნიუს არ გამოაქვეყნებდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად 1-2 დღით ადრე, სანამ ეს ინფორმაცია Wall Street Journal-ის მიერ გავრცელდებოდა, კონტრაქტი საბოლოო კონტრაქტი გავაფორმეთ და უკვე შემდეგი ეტაპი არის პროექტის ასე ვთქვათ დაწყების დაანონსება და დიდი პრეზენტაციის გაკეთება, სადაც უკვე პროექტის მშენებლობას და პროექტის დაწყებას დავაანონსებთ. მისი სრული არქიტექტურით, თქვენ სწორად აღნიშნეთ, პროექტის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძალიან ავტორიტეტული და წამყვანი არქიტექტურული კომპანია გენსლერი. მისი ყველაზე ტოპ არქიტექტორებით და თბილისში შეექმნება რაღაც განსაკუთრებული. რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნისთვის და რა მნიშვნელობა ექნება? მე მინდა გითხრათ, რომ საუბარი არის დაახლოებით $2 მილიარდ ინვესტიციაზე, საკმაოდ დიდი ინვესტიციაზე, რომელიც მოიცავს არა მარტო Trump Towers, არამედ მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას, რომელიც იქნება ახალი ეგრეთ წოდებული დანიშნულება, destination-ი, ესე ვთქვათ, ბოდიში ვეხტი უცხოური ტერმინისთვის, თბილისისთვის, როდესაც სადაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის იქნება აუცილებლად სანახავი ადგილი.
სადაც იქნება რესტორნები, კაფეები, მაღალი დონის მაღაზიები, საოფისე კომპლექსი, სასტუმრო და ასე შემდეგ. მე არ გულისხმობ თვითონ ტრამპ თაუერის შენობაში, არამედ მიმდებარე ტერიტორია თვითონ ამ ჩვენ კომპლექსში რის განვითარებას ჩვენ დაგეგმებებს. ანუ უნდა ველოდოთ ეს ამას ნიშნავს. დავაანონსებთ ყველაფერს თავის დროზე, ძალიან ბევრი და პოზიტიური ნიუსი მოყვება ტრამპ თაუერის მშენებლობას საქართველოში. ჩვენ რამოდენიმე სოფლიო დონის ბრენდთან, როგორც ასე ვთქვათ, სასტუმრო მიმართულებით, ისე რესტორნების მიმართულებით უკვე შეთანხმების დონეზე ზოგთან კონტრაქტიც გვაქვს გაფორმებული და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ამას დავაანონსებთ, მაგრამ მე მინდა ასე ვთქვათ დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ ძალიან ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი და ყველაზე მიმზიდველი უბანი გაკეთება, რომელიც იქნება, როგორც წეგან აღნიშნე, ეგრეთ წოდებული დანიშნულების ადგილი უცხოელი ტურისტებისთვის, თითოეული ქართველისთვის, ვისაც საღამოს დროის გატარება ენდომება თუ რაღაც შეხვედრის დაგეგმა თუ რაღაც ძალიან კარგად გატარება საღამოსი, იქნება თქვენიც რომ თვითონ ტრამპ თაუერი არის უმაღლესი დონის შენობა ყველა ქვეყანაში. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შენობები, როგორც თვითონ ვიზუალური თვალსაზრისით, ისე ინფრასტრუქტურის და ხარისხის თვალსაზრისით, ეგრეთ წოდებული ლუქს ტიპის შენობა და ლუქს ტიპის პროექტი. ამიტომ ესეთი ტიპის პროექტი შეგვიძლია თამამოვთქვათ, რომ რეგიონში არ განხორციელებულა და საქართველოა პირველი და ჩვენ გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად. მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ ასე ვთქვათ მთავარი პარტნიორი, ვინც არის საქართველოს მხრიდან ბიოგრაფი ლივინგს, ასევე ჩვენ პარტნიორებს ბლოგს ჯგუფს, საფირ ორგანიზაციას, ასე ფინეს ჯგუფს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროექტის განხორციელებაში და ერთობლივად ჩვენ ვართ პარტნიორები, შემოგვერთა სხვა პარტნიორებიც, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მასშტაბური, როგორც აღნიშნე, ინვესტიციის საერთო 2 მილიარდი ძალიან სოლიდური თანხაზია. და მინდა დავაზუსტო, რომ ეს მარტო ტრამპ თაუერს არ ეხება, მთლიანად ამ უბნის განვითარება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს და ეს თვითონ ინვესტიციის სახით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის და ამავდროულად თქვენ დასვით შეკითხვა რას ნიშნავს ტრამპ თაუერი ქვეყნისთვის, ხო? ეს არის მესიჯი მთელი რეგიონისთვის, ეს არის მესიჯი მთელი მსოფლიოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან სელექტიურად და ძალიან ასე ვთქვათ ყურადღებით შერჩეული ადგილი, რომელსაც ტრამპ ორგანიზაცია ირჩევს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მსურველია და მაგაზე იყო ხაზგასმა, რომ ქვეყნების და ქალაქების არჩევა ხდება ძალიან დიდი დაკვირვების, ძალიან დიდი შესწავლის და ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე. ამიტომ ჩვენ ვართ მოხარულები და ბედნიერები, რომ თბილისმა და ჩვენმა კომპანიებმა მიიღეს ეს ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში შევთანხმდით იმაზე, რომ სწორედ საქართველოში გაკეთებულიყო ტრამპ თაუერი. ძალიან ბევრი მსურველია, ძალიან ბევრი იმაზე გაცილებით. თავარი მიმზიდველობა მაინც თქვენი გადმოსახედიდან 6 თვე საკმაოდ დიდიც არის, მაგრამ არც თუ ისე პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მარტივად დაგირწმუნებიათ დაუშვათ ტრამპ ორგანიზეიშენი, იმიტომ რომ 6 თვე ამ მასშტაბის პროექტისთვის იმდენად დიდი დრო არ არის, რომ დაუშვათ შეიძლება უფრო ველოდებოდი, რომ იტყოდი, რომ 1 წელი, 2 წელი, 3 წელი საკმაოდ მოკლე პერიოდში დაგირწმუნებინიათ. რით მოხიბლეთ საქართველოს ნაწილში? მე გეტყვით, დარწმუნება გაცილებით უფრო ადრე მოხდა, ანუ ჩვენი ასე ვთქვათ მოლაპარაკებების დაწყებიდან ძალიან ალბათ 1-2 თვეში, უბრალოდ დანარჩენი პერიოდი დაჭირდა იგივე ასე ვთქვათ იურიდიულ საკითხებს, ხელშეკრულების გაფორმებას, დეტალებს, რომ ყველაფერი ყოფილიყო გარკვეული ნათელი არქიტექტორების განსაზღვრას და ასე შემდეგ. თორე საბოლოო ჯამში პირველად ასე ვთქვათ შეთანხმება საკმაოდ მალე მივაღწიე და იმიტომ რომ ეს იყო ძალიან სასურველი ლოკაცია, სასურველი ქალაქი, სასურველი ქვეყანა ტრამპ ორგანიზაციის სხვა შემთხვევაში ეს არ განხორციელდა. ამიჯერით ძალიან ბევრ ქვეყანა, ძალიან ბევრ
ბევრ დეველოპერს ძალიან ბევრ ქალაქს ეუნებიან ვარს ტრამპ თაუერის თუ ტრამპ ორგანიზაციის ნებისმიერ პროექტის გაკეთებაზე და ერთის რამე მინდა ვთქვა ვიღაცებმა ახსენეს რომ თითქოს ბაქოში ან რეგიონში არის სხვა ტრამპ თაუერი ნამდვილად არ არის ეს არის პირველი ტრამპ თაუერი რეგიონში იმედია კიდე იქნება მაგრამ ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ რომ პირველი პროექტია რეგიონში. აი ოფიციალურ განცხადებაში რომელიც ტრამპ ორგანიზეიშენმა გაავრცელა იქ იყო თქვენი ფრაზა ყველა სხვა პარტნიორთან ერთად და ამბობდით რომ პროექტი შეცვლის ქალაქის ჰორიზონტს და საქართველოს გლობალურ როლს კიდევ უფრო გააძლიერებს. აი როგორ გესახებათ საქართველოს გლობალური როლის კიდევ უფრო გაძლიერება? რამოდენიმე ხნის წინ სხვათა შორის თქვენთან ეთერში შევაფასეთ წინა შენობაში ემარის შემოსვლა საქართველოში და ძალიან პოზიტიურად მივესალმე ამ ამბავს და თქვენი ეთერის შემდეგ ბევრიც დამიკავშირდა და ბევრს ეგონა რომ რაღაცა კავშირში ვიყავი და მაყოფილი და გახარებული ვიყავი რომ ასეთი დიდი მასშტაბის დეველოპერი შემოვიდა საქართველოში მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი კომპანიის კონკურენტია ემარის შემოსვლა ხო სიგნალი იყო ასე ვთქვათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის რომ ეს არის ადგილი სადაც გლობალური მასშტაბის კომპანია შეიძლება შევიდეს და ბიზნესი განახორციელოს პროექტი დაიწყოს მე შემიძლია ვთქვა რომ ტრამპ ორგანიზაციის შემოსვლა და ამ ხელა პროექტის დაწყება არის კიდევ უფრო ხმამაღალი სიგნალი იმისთვის რომ საქართველო არის ძალიან კარგი ადგილი იმისთვის რომ უძრავი ქონების პროექტები გაკეთდეს და უძრავ ქონებაში ჩადო ინვესტიციები ეს არის დიდი სიგნალი რომ სხვა მასშტაბზე აიყვანოს ჩვენი ქვეყანა გლობალურ მასშტაბზე რომ მიიზიდოს მსოფლიო ინვესტორები რომლებიც განახორციელებენ ინვესტიციას უძრავ ქონებაში რაც პირდაპირ აისახება თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე პირდაპირ აისახება თითოეულ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე რაც რა თქმა უნდა თითოეულ ქართველის და თითოეულ პატრიოტის სურვილია რომ რაც შეიძლება ბევრი ინვესტიცია მოვიზიდოს რაც შეიძლება მეტად სასურველი ქვეყანა იყოს რაც შეიძლება მეტად ასე ვთქვათ სასურველი გახდეს უძრავ ქონებაში ინვესტიცია საქართველოში, რაც თითოეულ მყიდველისთვის არის მოგება, ანუ ის ჩვენი მოქალაქეების ვინც საქართველოში ყიდულობენ უძრავ ქონებას, ხო? აი იმათვისაც ეს არის პლუსი, იმიტომ რომ შევადაროთ მაგალითად დუბაის, რომელიც 5-6 წლის წინ და ხშირად ხდება ამის შედარება, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპის დუბაი, ხო? უძრავი ქონების ფასები, უძრავი ქონების ღირებულების ზრდა იმდენად მოხდა, რომ ყველა ვინც კი ჩართული იყო ეს ადგილობრივი მოსახლეობა თუ ინვესტორი, ყველა მოიგო ამით, ხო? ჩვენც ახლა ყველა შემთხვევაში, როდესაც არქი პროექტებს ახორციელებს ყოველთვის საშუალოდ პროექტის დაწყებიდან პროექტის დამთავრებამდე გვაქვს 30-40%-იანი ღირებულების ზრდა და თითოეული ჩვენი მომხმარებელი ამით არის კმაყოფილი მოგებული. ზოგი ყიდულობს საცხოვრებლად, მაგრამ დიდი ნაწილი ყიდულობს საინვესტიციოდ. ინვესტიციის თვალსაზრისითაც უკვე ეს არის მომგებიანი ინვესტიცია და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ისეთი ბრენდი შემოდის როგორც ტრამპ თაუერია საქართველოში რომელიც არის თქვათ უდიდესი სიგნალი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის ეს ღირებულების და ასე ვთქვათ უძრავ ქონებაში ინვესტირება კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი დეველოპმენტი თლიანობაში სხვა მასშტაბზე ალა. ორი ემარი ახლა უკვე ტრამპ თაუერი და ანუ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი კონკურენციაც იქნება, ხო? მასშტაბურობის თვალსაზრისით. ხა რომელს აჯებებს ამ შემთხვევაში მე უკვე შევაფასებთ ამ ყველაფერს, როდესაც რეალურად განხორციელდება, თუმცა ეს ამ ბაზარს და ამ ბაზარზე მოთამაშე კომპანიებისთვის ახალ რეალობაში გადასვლას ნიშნავს. რას ნიშნავს მაგალითად ხარისხობრივი კუთხით, სტანდარტების აწევის კუთხით, ფასების ნაწილს აუცილებლად მიუბრუნდები და იმ კონტექსტს, როდესაც არის საუბარი, რომ ვინ იქნება მყიდველი, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზაა, რამდენად შეუძლია კი საქართველოს მოქალაქეს, რომ შეიძინოს ასეთი მასშტაბის პროექტებში საცხოვრებელი ფართი ან თუნდაც საინვესტიციო ფართი. შეხედეთ, რაც უფრო ბევრი მასშტაბური და მსოფლიოში ცნობილი კომპანია შემოვა და დარწმუნებული ვარ შემოვა და მსოფლიო ბრენდული თაუერები გაკეთება თბილისში მით უკეთესია რა თქმა უნდა შემოვიდა ემარი ეხა ტრამპ თაუერი რომელიც არის ასე ვთქვათ როგორც იტყვიან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მიმზიდველი ბრენდი მსოფლიო უძრავ ქონებაში ხო და მთელი ამით სიგნალი ასე ვთქვათ გაშვება მოხდა მთელი მსოფლიო მასშტაბით რომ საქართველო არის ძალიან კარგი უძრავ ქონების საინვესტიციო მე დარწმუნებული ვარ ამას მოყვება ძალიან ბრენდული თაუერები ბრენდული შენობები რომლებიც უფრო მეტ ინვესტორს მოიზიდავს ვინ იქნება მყიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ისე
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც იყიდიან საინვესტიციოდ, გასაქირავებლად თუ ასე შემდეგ. ამიტომ ეს როგორც მაგალითად დუბაიში ან განვითარებულ ქალაქებში ხდება, ხო? მაგალითად რაც უფრო მეტი თავი შემოდის, რაც უფრო მეტი ბრენდი შემოდის, რაც უფრო მეტი ასე ვთქვათ სასტუმროების ბრენდი შემოდის, მით უფრო მეტი ტურისტი შემოდის, მით უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის. ის ადამიანი, ვინც ტრამთაუერში იყიდის ბინა, ის ადამიანი, ვინც ემარში იყიდის ბინას, ხო? ის ჩამოდის, ფულს ხარჯავს საქართველოში, სასტუმროს ქირავობს. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ზოგადად ინვესტიციის განხორციელებასთან ერთად ტურიზმის სექტორსაც ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარება. ბრენდულ შენობებში მე გულისხმობ ასევე ეგრეთ წოდებული სასტუმრო ბრენდულ შენობებს. თქვენი რომ ძალიან პოპულარულია ფაქტობრივად ლაქშერი სასტუმროების და მაღალი დონის სასტუმროების არავინ არ აშენებს თუ იქვე ბრენდული რეზიდენციები არ გააკეთა. შესაბამისად ბრენდულ რეზიდენციებს ყიდულობს იგივე ინვესტორები. შესაბამისად რაღაცა კავშირი აქვს საქართველოსთან. წელიწადში შეიძლება 2 კვირა, 3 კვირა საქართველოში გაატარონ. ეს არის ხალხი, რომელიც მაღალ მხარჯველუნარიანი ხალხია და ძალიან ბევრ თანხას ხარჯავენ საქართველოში, რაც თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ნაწილდება. აი ესე ხდება აი ქვეყნის წინ წასვლა და განვითარება და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია რომ ამაში გარკვეული როლი იმ პროექტით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ინვესტიციას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი როლი გვექნება. რეალურად ფასებთან მიმართებაში როგორი მოლოდინები უნდა გქონდეს, ის რომ ზოგადად უძრავი ქონების ბაზარი ძვირდება, ეს ბუნებრივია უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშებისთვისაც, მყიდველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საერთო ტენდენცია საით მიდის, ანუ სწორი გზით ვითარდება საქართველოს დეველოპერული ბაზარი ამ გადმოსახედიდან? რა თქმა უნდა, სწორი გზით ვითარდება. ფასებს დღეს ვერ გეტყვით, როდესაც ჩვენ პროექტს დავიწყებთ, მაშინ გამოვაცხადეთ ფასებს, თუმცა ხარისხობრივად ეს იქნება ხარისხის კუთხით არნახული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში უმაღლესი დონის ეგრეთ წოდებული გასაღებამდე მიყვანილი ყველაფერი გარემონტებული თუ მის სამზარეულოთი ბინები უმაღლესი დონის, მისი უზარმაზარი ლობით და ასე შემდეგ ჩვენ პროექტსაც ასე პირველადი რენდერები რო გვექნება, ამასაც რა თქმა უნდა გავასაჯაროებთ და იქნება ტოპ დონის შენობა, რომელიც სოფლიოში შეიძლება რაღაცა ზოგს ფიზიკურად გვინახავს ნიუ-იორკში ან დუბაიში ან სადმე ძალიან ასე განვითარებულ ქალაქში. აი ამ დონის შენობაზე იქნება საუბარი, როგორც ვიზუალურად გარედან, ისე ხარისხობრივად შიგნიდან და მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ასეთი თაუერები და შენობები განხორციელდება. ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის შესაძლებლობები ეკონომიკური კუთხით უწყობს ხელს ამ ტიპის მსხვილი პროექტების განხორციელებას, ანუ ხომ არ შეიძლება რაიმე ტიპის საფრთხე დაემუქროს ამ ძალიან კარგი ჩანაფიქრის რეალურად განხორციელებას. შეხედეთ, მე წეგანო თავ დასაწყისში ვახსენე, რომ ტრამპის ორგანიზაცია ძალიან ყურადღებით ირჩევს პროექტებს. ჩაითვალა, რომ საქართველო არის იმდენად სწრაფად განვითარებად, იმდენად სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყანა, იმდენად საინტერესო უძრავი ქონების ბაზარია, რომ გადაწყდა, რომ აქ გაკეთდეს ტრამპ თაუერი. ანუ რა თქმა უნდა, ცოტა წინ უსწრებს, იმიტომ რომ ტრამპ თაუერი კეთება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ყველაზე განვითარებულ ბაზრებზე და მაღალ მსყიდველუნარიან მომხმარებლისთვის, მაგრამ ამასაც ხო გარკვეული პერიოდი ჭირდება, სანამ ეს შენობა დასრულდება, ხო? წინ უსწრებს, მაგრამ არის რწმენა, როგორც ჩვენი ქართველი დეველოპერების, ისე ტრამპ ორგანიზაციის და ყველა პარტნიორის, რომ ძალიან ასე ვთქვათ მალე დაეწევა ჩვენი ქვეყანა და ძალიან მალე განვითარდება იმ დონემდე, რომ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ლაქშერი ტიპის უძრავი ქონებაზე იყოს, ძვირიან ლაქშერი ტიპის უძრავი ქონებაზე იყოს მოთხოვნა ისეთ ქონებაზე, როგორც ტრამთაუერია მთელი მსოფლიო მასშტაბით. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან ლაქშერზე ასევე მაღალსართულიან დაუშვათ პროექტებზე საუბარი, აქ ყოველთვის მოდის ხოლმე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკოლოგიური საკითხები და ეკოლოგიური თემა. კითხვაც არ ჩდება, რომ ამ ნაწილში ალბათ ძალიან კარგად გექნებათ ეს დაუშვათ გააზრებულიც და დამუშავებულიც, თუმცა მთლიანობაში გარემოს თვალსაზრისით, როდესაც მაღალსართულიანი დაუშვათ პროექტის განხორციელება იგეგმება, ეს რაიმე ტიპის საფრთხის შემცველი შეიძლება ხომ არ შეიძლება აღმოჩნდეს, თუ დაუშვათ ეს ნაწილიც ეკოლოგიური კუთხით აი ამ პროექტში დეტალურად იქნება გაწერილი. რა თქმა უნდა, უმაღლესი დონის შესწავლა, როგორც გეოლოგიური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ თუ მაღალ და 60
70 სართულიან შენობაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უფრო მეტი სივრცე დარჩეს ქვემოთ გამწვანებული და განაშენება მოხდეს უფრო სიმაღლეზე და არა ჰორიზონტალური განაშენება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა უმაღლესი დონის კვლევა იქნება ეს თუ ის მიმდინარეობს, ზოგი გაკეთებულია, ზოგი კეთება და ყველა ნორმის დაცვით, უმაღლესი სტანდარტის დაცვით იქნება გაკეთებული, როგორც დამთავრებული, ისე მიმდებარე შენობები. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს, როდისთვის გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი, მათ შორის თუნდაც როდის დაიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას, ვიზუალურად როგორი იქნება, მესმის რომ ეს ყველაფერი თანამედროვე დამუშავების პროცესში წამოვა, მაგრამ მაინც ბუნებრივია ინტერესი არსებობს ძალიან დიდი თან. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის ჩვენ არქიტექტორებთან, უკვე რამოდენიმე თვეა და ეს იმდენად მასშტაბური და დიდი პროექტია, რომ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, რომ ყველაფერი იყოს უმაღლეს დონეზე დახვეწილი, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ რამოდენიმე თვეში, ვარაუდობ ალბათ მომდევნო 2-3 თვეში უკვე მზად იქნება პროექტი იმისთვის, რომ გამოცხადდეს ეგრეთ წოდებულ დავიწყოთ პროექტი, დასტარტო მოხდეს პროექტის გაყიდვების და პროექტის განხორციელების. სამუშაო ძალა ვინ იქნება? ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ სამუშაო ძალა იყოს ქართველი იმ სპეციალისტებს, რაც საქართველოში ვინც მოახერხებს ამის გაკეთებას, ასეთ შენობების გაკეთებას, რა თქმა უნდა, იქნება პირველ რიგში ქართველი, მაგრამ თუ ჩვენ დავჭირდა ასეთი მაღლუს შენობაზე უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, იგივე ევროპიდან, იგივე ამერიკიდან, ან საიდანაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოვიყვანთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიმასპინძლებთ. უკვე როცა კონკრეტული დეტალების გასაჯაროებაც იქნება შესაძლებელი. ილია წულაია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.